ფერებისადმი განსაკუთრებული ხედვა, ინდივიდუალიზმი და გამორჩეული ხელწარა ცნობილი ქართველი მხატვრის უნიკალურ შემოქმედებას დამთვალიერებელი კიდევ ერთი ექსპოზიციით გაეცნობა. ედმუნდ კალანდაძის ფერწერული და გრაფიკული ტილოები ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში იქნება გამოფენილი. ძაფრი ექსპრესიითა და ფერადოვანი ხედვით გამორჩეული ნამუშევრები მხატვრის შემოქმედების ყველა მნიშვნელოვან ეტაპს მოიცავს. ედმუნდ კალანდაძის ნამუშევრების გამოფენა 4 მაისს გაიხსნება. ჩემსაც მოცემულ გამოფენაზე და საერთოდ ამ სელექციაში ყველაზე საინტერესო და სხვა რაკურსით შლის ედმუნდ კალანდაძის მრავალშრიან შემოქმედებას, პალიტრას, ფერწერულ გამოს არის 3 ნამუშევარი. სწორედ ეს ნამუშევრები წარმოაჩენს ყველაზე კარგად ედმუნდ კალანდაძის ფერწერულ ხედვას, ფერთა განცდას და იმ შინაგან რიტმს, რომელიც ავტორის ხელწერას 50-იანი წლებიდან გამოარჩევდა. ამ ტილოებში განსაკუთრებით მკაფიოდ იკითხება მხატვრის დამოკიდებულება ფერისადმი. სწორედ აქ ჩანს ყველაზე ნათლად, როგორ ანიჭებდა მხატვარი ფერს არა მხოლოდ დეკორატიულ, არამედ შინაარსობრივ დატვირთვას და როგორ გარდაქმნიდა მას განწყობის, მოძრაობისა და შინაგანი დინამიკის მატარებლად. ეს არის ახლებური წაკითხვა, ახალი რაკურსი ჩვენება ძველი ოსტატის. იგი მიეკუთვნებოდა 50-იანთა თაობას. ამ თაობას ზოგადად ქართულ სახვით ხელოვნებაში აღიქვამენ როგორც ფერთა რევოლუციის თაობას, რომელიც მოახდინეს გადატრიალება და უარყვეს საბჭოთა სოციალისტური კანონიკა, ბელადების პორტრეტები, კოლექტივისტური სცენები, პროლეტარული ყოფა. ედმუნდ კალანდაძის სამყარო არის პოეტური, არის ძალიან სუბიექტივისტური და თამამი. იგი რამდენჯერმე იყო აკადემიიდან გამოგდებული, იმიტომ მისი ხელწერა, მისი მონასმები, მისი არჩეული თემატიკა არ პასუხობდა იმ პერიოდის საბჭოთა ოფიციალურ ხელოვნებას. ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში ედმუნდ კალანდაძის განახლებული საექსპოზიციო დარბაზი დამთვალიერებელს 4 მაისიდან უმასპინძლებს. ამ დღეს მისი დაბადებიდან 103 წელი გადის. ექსპოზიციაში დაცული ნამუშევრები ავტორის მემკვიდრეობის მნიშვნელოვან ნაწილს აერთიანებს. მუდმივმოქმედ საგამოფენო დარბაზში წარმოდგენილი გრაფიკულ ფერწერული ნამუშევრები თანმიმდევრულად ყვება ავტორის შემოქმედებაზე, რომელიც მოიცავს მისი 1950-იანი წლებიდან გარდაცვალებამდე განვლილ გზას. ეს იქნება აბსოლუტურად განახლებული ხედვით და საკურატორო თხრობით. 4 მაისს მხატვარს უსრულდება 103 წელი. ამ თარიღს ეძღვნება ეს განახლებული ექსპოზიცია. ასევე მნიშვნელოვანი და საინტერესო ის არის, რომ გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება არაერთი ნამუშევარი, რომლებსაც საზოგადოება პირველად ნახავს. აქამდე ისინი დაცული იყო ჩვენს ფონდში და პირველად გამოდის საგამოფენო დარბაზში. ეს პერმანენტული კოლექციის განახლება ჩვენს მუზეუმში გაგრძელდება. ედმუნდ კალანდაძე იმ თაობის წარმომადგენელი იყო, რომელმაც ქართულ ფერწერაში ახალი ხედვა დაამკვიდრა. 1950-იანელთა თაობასთან ერთად მან უარი თქვა სოციალიზმის მკაცრ კანონიკაზე და მხატვრობაში მეტი თავისუფლება, ექსპრესია და ფერწერული სითამამე შემოიტანა. მის ნამუშევრებში იგრძნობოდა ევროპული მოდერნიზმის გავლენა, თუმცა ეს გავლენა ყოველთვის ინდივიდუალურად, საკუთარ მხატვრულ ენად იყო გარდაქმნილი. სწორედ ამიტომ კალანდაძის შემოქმედება დღემდე რჩება მნიშვნელოვან მაგალითად იმისა, როგორ შეიძლება ფერი იქცეს არა მხოლოდ ფორმის, არამედ განცდისა და აზრის მატარებლად. მოცემულ საექსპოზიციო დარბაზში თავს იყრის ედმუნდის ნამუშევრები 1940-იანი წლებიდან მის გარდაცვალებამდე. აქ მნიშვნელოვანი არის ასევე ქრონოლოგიური თხრობა და ის გრადაცია, რაც მან ეტაპობრივად განიცადა. ასევე წარმოჩენილია გრაფიკული ნამუშევრები ფერწერის მიხედვით, რაც მისი შემოქმედების ძალიან მნიშვნელოვანი მხარე იყო. ფერწერული ნამუშევრები ასევე ქრონოლოგიურად ვითარდება. ეს არის დაახლოებით იმპრესიონისტულ აკადემისტური მანერიდან ბოლო მის ეგრეთ წოდებულ ფოვისტურ ექსპრესიონისტულ ხელწერამდე შექმნილი ნამუშევრები. თემატიკაც არის რაღაცნაირად რამდენადმე განმეორებადი, პეიზაჟები, ლირიული პორტრეტები, ფსიქოლოგიური იერსახეები, ეთნოტიპები, ავტოპორტრეტი, მისი წინაპრები, გურია, საიდანაც ის იყო. ეს იყო ედმუნდის პოეტური მიკროსამყარო, მიკრომოდელი, რომელსაც თითქოს საბჭოთა ყოფა 50-იანების, 60-იანების, 70-იანები და შემდგომ უკვე დამოუკიდებელ საქართველოს პირობებშიც ქმნიდა იგი ნამუშევრებს. თითქოს ამ მუხტით იყო გაჯერებული ედმუნდის შემოქმედება. განახლებული ექსპოზიცია კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ედმუნდ კალანდაძის მნიშვნელობას ქართული ხელოვნების ისტორიაში. წარმოდგენილი ნამუშევრები მკაფიოდ აჩვენებს ავტორის შემოქმედებით გზას, მის მხატვრულ დამოუკიდებლობასა და ფერწერულ სიძლიერეს. მხატვარი 91 წლის ასაკში 2014 წელს გარდაიცვალა.